მერწყულო როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაზე მერწყულო. ჩვენ დაუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვები, ამიტომ გთხოვ, აიღე ის, რაც გეხმიანება, რაც შეესაბამება შენ სიტუაციას, ხოლო რაც არა, გაუშვი. და გთხოვ, შეამოწმე მთვარის ნიშანი და ასცედენტი, ისინი ავსებენ მთავარ გზავნილს. შენს კითხვას გავხსნი ზეციური გზავნილით, ანგელოზების გზავნილით, რათა ვნახოთ რა რჩევას, რა მითითებას გვაძლევენ. და ეს არის მთავარანგელოზი გაბრიელი. ამბობს, როდესაც ეჭვები ბინდავს შენს მიზანს, მეაქვა, რათა შეგახსენო ჭეშმარიტება, რომელიც შენ შიგნით არსებობს. ასე რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შინაგან მითითებას. ჩემი ყოფნა გაკავშირებს ღვთაებრივ სიბრძნესთან და გიჩვენებს, რომ პასუხები, რომლებსაც ეძებ, იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენია, რადგან ისინი შენშია. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობამ შეიძლება გაყოყმანოს ან დაგაეჭოს, გქონდეს რწმენა შენი ინტუიციის. მე გიძღვები, რათა ენდო შენს შესაძლებლობებს და გაბედო იმის მანიფესტაცია, რაც გსურს. ანუ, დაიხევ უკან ამ მიზანში და მიყევი შენ შინაგან მითითებას. გაბრიელის ბარათი გაკავშირებს სიბრძნესთან და ცოდნასთან, რათა შენ შეძლო შენი სიბრძნისა და ცოდნის გამოყენება ამ სიტუაციის წინაშე. ახლა ვნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები შენი ენერგიის კონტექსტისთვის მერწყულო. ეს კითხვები ზოგადია. შესაძლოა ზოგჯერ შენ დაგჭირდეს შენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა. ამისთვის შეგიძლია ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარო და მისი დაჯავშნა ვებგვერდის საშუალებით შეგიძლია. გვერდის მისამართი ყოველთვის ჩანს შენს ვიდეოში და ასევე შენს ნიშანზე გაქვს დაფიქსირებული კომენტარი, რომელიც პირდაპირ გვერდზე გადაგიყვანს. ვნახოთ, რისი დანახვის საშუალებას გვაძლევენ ანგელოზები. კარგი, აქ ისე მთავარანგელოზი გაბრიელია. სწორედ ამ გაჭირვების სიტუაციის წინაშე, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ნათლად დაინახო რაიმე საკითხი, რადგან შეიძლება არსებობდნენ ინტერესები ან ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ სიტუაციაში ერევიან, შენ კი იქ ხარ, ამ საკითხის შუაგულში ცოტა დაბნეული, ან გსურს დაასრულო ეს გაჭირვება, ან ეს კონფლიქტი, ან ეჯიბრები ვიღაცას მიზნისთვის და ეს ქმნის დაძაბულობის სიტუაციას. მაგრამ მთავარანგელოზი გაბრიელი გეუბნება, რომ უნდა გამოავლინო ის ცოდნა, ის სიბრძნე და უპირველეს ყოვლისა მოთმინება, რადგან ეს კონფლიქტი საბოლოოდ გაიფანტება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თავისთავადაც კი გაიფანტოს და შენ სრულიად მართალი იქნები იმასთან დაკავშირებით, რასაც გრძნობ, ან ინტუიციურად ხვდები ამის შესახებ. ან შეიძლება შენ იყო ის ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც აგვარებს ამ საკითხს პირადი პოზიციიდან, აწესრიგებს გარკვეულ რამებს, კორექტირებას უკეთებს იმ პასუხების მიხედვით, რომლებიც მიიღე. მაგრამ ასევე ის გამოწვევა, რომელიც უნდა განახორციელო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იცოდე, რომ შენი შესაძლებლობები შეესაბამება ამას და სხვებსაც რაც შეიძლება მოვიდეს. და რომ შენ ძალიან დაჯილდოებული გამოხვალ ამ მთელი საკითხიდან, თუ ხელს არ გაუშვებ მიზანს. ამიტომ თუ შენთვის არაფერს ნიშნავს ეს საკითხი და ცხადია გესმის, რომ ვეღარ გააგრძელებ დროის, ენერგიის, ცოდნის ხარჯვას და ეს საკითხი გფიტავს ენერგიისგან, მაშინ ცოტა ხნით განერიდე, სანამ საქმეები არ დაწყნარდება, ან უბრალოდ დაუმატებ შენს ცხოვრებას ადამიანებს, რომლებიც გფიტავენ ენერგიისგან, ან გიბინძურებენ გონებას უარყოფითი აზრებით, ან გაფიქრებინებენ სხვა რამეს, ვიდრე იმას, რასაც ინტუიციურად გრძნობ. სინამდვილეში მოთმინება ამ მომენტში გადამწყვეტია შენი გამარჯვებისთვის. უფრო მეტიც, მალე, ძალიან მალე, მთავარანგელოზი მიქაელი გვაუწყებს, რომ თავს იგრძნობ ძალიან თავისუფლად ამ მთელი მენტალური დაბნეულობისგან. იგრძნობ თავს თავისუფლად ამ სიტუაციისგან და შეძლებ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება შენს მიზანთან დაკავშირებით, იმასთან, რაც გსურს და განსაკუთრებით. მოიშორებ იმ ენერგიებს, რომლებიც გფიტავენ. ასე რომ მგონია, რასაც დღეს ვერ ხედავ ნათლად მალე გამოხვალ იმ სირთულიდან, რათა საქმეები აღიქვა იმ სიბრძნით, რადგან მთავარანგელოზი გაბრიელი გველაპარაკება. და ეს უდავოდ მიგიყვანს ძალიან ხელსაყრელ სიტუაციამდე, რადგან ჩნდება ძალიან მოსახერხებელი და შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელსაც შენ გამოიყენებ იმ მიზნის, იმ ოცნების გასაგრძელებლად, რათა მიხვდე, რომ ამ გამოწვევის დაძლევის შემდეგ შენ გაქვს მეტი ელემენტი იმის გასაკეთებლად, რაც ქონდა ჩაფიქრებული. და განსაკუთრებით ეს არის დრო იმუშაო, რამეზე გააკეთო, რამე განვითარდე, რამე შეიკულიო, გამოიძიო, მიიღო ინფორმაცია. და განსაკუთრებით ყველა ის წინადადება, რომელიც მოდის იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ჩნდება ზუსტ დროს, შენთვის ყველაზე მოსახერხებელ მომენტში, რომელიც შეიძლება იყოს მიწის ნიშნის წარმომადგენელი, კურო, ქალწული ან თხის რქა,
რომელიც გეუბნება, რომ გენდობა, რომ შენ ძალიან ჭკვიანი ხარ და უპირველეს ყოვლისა შეესაბამები ამას და რომ მას შეუძლია შენზე დაყრდნობა რაღაცაში. ასე რომ იყავი ფხიზლად ასეთი ტიპის მოწვევასთან ან წინადადებასთან, ნახოთ რას გვეუბნებიან ახლა ბარათები. ახალი ამბავი, რომელიც ამ ადამიანს მოაქვს, ასევე შეიძლება იყოს ახალი ამბავი, რომელიც მიუთითებს ურთიერთობის ახალ დასაწყისზე, არსებულ ურთიერთობაზე, ან ასევე შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ ჩნდება წინადადება, რომელიც ძალიან მოკტივირებს და შენ გექნება სურვილი. ნახო რა მოხდება თუ თავს გააცნობ ამ ადამიანს, რადგან ამ მომენტში არანაირი პირობები არ არსებობს. როდესაც მიხვალ ამ სიტუაციამდე იყავი ღია იმისთვის, რომ მიყვე იმას, რისკენაც ეს ადამიანი გიწევს. არა, მოდი გავიცნოთ, ნახოთ რა შეიძლება მოხდეს თუ წინ წავალთ ამ ურთიერთობაში. იქ გაქვს ძალიან ლამაზი ბარათი, ეს არის კვერთხების აზი. ეს არის იმპულსი, გადაწყვეტილება და ასევე ვნება, რომელიც გიბიძგებს წინ წახვიდე ბევრ რამეში. ასევე შეიძლება იყოს სურვილი, რომელსაც გრძნობ ამ ადამიანის გაცნობის ან თავით გადაშვების იმ მოწვევაში ან წინადებაში. ეს ძალიან ლამაზი და მოტივაციის მომცემი ბარათია და მისი გაგება ასევე შეიძლება როგორც სიურპრიზი, ძალიან დროული სიურპრიზი ამ მომენტში. ეს შეიძლება იყოს სამუშაო სიურპრიზი ან სიურპრიზი ადამიანთან დაკავშირებით, როგორც გეუბნები, რადგან ეს არის რაღაცის ან ვიღაცის დასაწყისი, რომელიც გაოცებს. ნახე, რომ ამ კვერთხების ხუთიანისგან გამოსვლა და გონებრივ დონეზე საქმეების უფრო ნათლად დანახვა აიძულებს შენს გონებასაც კი სხვანაირად იმუშაოს. და იმ საოცარი იდეის ქონა ამ მომენტში საშუალებას გაძლევს. დაიწყო ადგილის დათმობა იმ სურვილისთვის. ახსოვდეს, რა გითხრა მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შენი სურვილი აქ რისკის ქვეშ არ არის. პირიქით, შენ ისევ გაქვს მოტივაცია, რომ ის დასაწყისი, რომელიც კვერთხების ას მოაქვს, დაგაკავშიროს შენ სურვილთან. ეს შენთვის ძალიან ამაღელვებელი დასაწყისია, რომელიც მერწყულო პირდაპირ განგაწყობს მოქმედებისკენ, გადაადგილებისკენ იქნება ეს ურთიერთობისთვის, რომელზეც შესაძლოა ეჭვი გეპარება, კი თუ არა. კარგი, ეს დიდი ნიშანია, ეს არის კი სრული ნდობით უნდა წახვიდე ამისკენ. განსაკუთრებით მაშინ თუ არსებობდა შემაწუხებელი დეტალები ან საკითხები, რომლებიც არ გაძლევდა იმის საშუალებას, რომ გენდო იმის მიმართ რაც იყო. კარგი, ახლა მოქმედების დროა. იგივე თუ ეს სამუშაო თემა, იგივე თუ ეს თემა, რომელიც უნდა გაითვალისწინო ამ მომენტში და ძალიან დროულად ჩათვალო. რადგან ეს არის კარი რაღაცისკენ, რაც შენთვის მართლაც ძალიან ხელსაყრელი იქნება, დაგეხმარება შენს პირად ზრდაში და ეკონომიკურ ზრდაში და რაღაცაში, რაც დაკავშირებულია ემოციებთან და გრძნობებთან, რადგან იქ არის თასების დედოფალი. ამიტომ იქნება ეს ის, რასაც შემოგთავაზებენ და იმდენად მოგწონს, რომ გავსებს სულით. გავსებს ცხოვრებით, გააჩვენებს ძალიან უნებიანად ამ საქმის კეთებისას, ან ის ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს შენს აბსოლუტურად ყველა საჭიროებას და მოლოდინს ურთიერთობის დონეზე. ვიღაც, ვინც გთავაზობს ნდობას, ვიღაც, ვინც გთავაზობს შენთან დამთმობი იყოს, ვიღაც, ვინც სიყვარულით გიყურებს, ვიღაც, ვინც მართლაც მიზნად ისახავს მომავლის ურთიერთობას. და შენც ასე ხარ, არა? იმ განზრახვით, რომ არ გაუღო კარი შენი ცხოვრების იმას, ვინც არ ღირს. ამიტომ კარგი ცხოვრება გაკავშირებს იმ ადამიანთან, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ოცნებასთან. მართლაც, ამას თასების დედოფლის ბევრი კონოტაცია აქვს, ასევე ინტუიციურ დონეზე, არა? პასუხი როგორც მთავარანგელოზმა გაბრიელმა გითხრა, შენ შიგნითაა. და ამოდის ბარათი, რომელიც ამაზე გველაპარაკება. მეტად მოусმინე საკუთარ თავს. მოусმინე, რას ხრძნობ შენი სხეული ამასთან დაკავშირებით, რას გეუბნება, რას ხრძნობ იმ ნიშნების საშუალებით, რომლებიც აღიქმება შენი შინაგანი ხმის დონეზე, რადგან მართლაც ყველაფერი კარგად არის გასწორებული ამასთან, რომ მართლაც თუ გადაწყვეტ ამის ცხოვრებას, ეს იქნება რაღაც მართლაც მომხიბვლელი და საოცარი. შენ იღებ რაღაც ძალიან კარგს და მნიშვნელოვანს, რაც მიგვაჩნია, რომ გაგრძელდება შენს ცხოვრებაში. ამიტომ მგონია, რომ აქ თუ შენ ასე მოეწყობი ენერგიულად ამისთვის, გარანტირებულს ხდი, რომ ის, რასაც მიაღწევ, არ არის მხოლოდ ის, რაც უკვე დაგისახავ და რაზეც ოცნებობ, არამედ ეს დაგმუხტავს ენერგიით, ძალიან დაგეხმარება ადვილად განეწყო და უკავშირდე ცხოვრების იმ სტრუქტურას, რომელიც შენ გსურს. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ხელსაყრელი სიტუაცია, რასაც მიაღწევ და განსაკუთრებით ეს არის ის, რაზეც გარკვეული დროა მუშაობ. მგონია, რომ აქ რაც იპოვე, რომ გსურდა დიდი ძალით, რაც შესაძლოა ფიქრობდი, რომ უკვე აღარ მიაღწევდი, რომ ბევრი დაბრკოლება იყო, რომ არ იცოდი, როგორ მოახერხებდი იმ სურვილამდე, იმ მიზნამდე მისვლას. ცხოვრება ამას გაძლევს. ანუ გეუბნება კისას, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ თავი ისე ვიგრძნო თავდაჯერებულად და მიაღწიო იმას, რაც გსურს.
ცოტა ხანში, რადგან ის დაბრკოლებები, რომლებიც ამ მომენტში შეგაჩერებდა, ქრება. გარდა ამისა, ჩამოკიდებული ადამიანი გელაპარაკება ამაზე, იმ ლოდინზე, იმ დაძაბულობაზე, იმ შეფერხებაზე, რომელიც იგრძენი, არა? რადგან მართლაც ჩამოკიდებული ადამიანი ეს არის, არა? ეს არის ის, რომ ვიგრძნოთ თავი თითქოს შეჩერებულების სიტუაციის წინაშე, რომელიც გვჭირდება ცხადია, რომ განვითარდეს. და არის სიტუაციები, რომლებსაც აღვიქვამთ როგორც სტაგნაციას, შეზღუდვას და ყველაფერი იწყებს ტრანსფორმირებას, ყველაფერი იწყებს ტრანსფორმირებას. და ეს ზოგიერთმა თქვენგანმა იგრძნო როგორც მსხვერპლიც კი. მე ამას არ ვიმსახურებ. რამდენჯერ გიკითხავ საკუთარი თავისთვის, რატო ხდება ეს სხვა ადამიანს და მე რატომ არ მემართება? მართლაც ღირს, რომ მე გავაგრძელო ასეთი დიდი მსხვერპლშეწირვა. კარგი, დიახ, ეს არის ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ეს არის უკიდურესად გამდიდრების მომენტი. თუ შენ ამას ამ წერტილიდან შეხედავ. არა, ეს არის მომენტი, სადაც ცხოვრება ასევე გთავაზობს ამ შესაძლებლობებს, რომლებიც მართლაც ხაზს უსვამს შენს ძლიერ მხარეებს. ამიტომ ეს არის მომენტი, სადაც მართლაც რაღაც მოხდება ფაქტიურად, რაც შენთვის ძალიან ტრანსფორმირებადი იქნება. ასე რომ შენი ცხოვრება დიდ შესაძლებლობას მიიღო ასევე სრულიად ახალი და განათებული ხედვა საკუთარი თავის სამყაროს შესახებ, რომელიც იწყება იმ კვერთხების ხუთიანიდან. შესაძლოა ეს სიტუაცია მოვიდეს იმ საკითხთან ერთად, რაც კონკრეტულად ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან და ჩამოკიდებული ადამიანი გიჩვენებს ამ ადამიანის და იმავე სიტუაციის სხვა ასპექტებს, მაგრამ სხვანაირად. იმიტომ მართლაც შეგიძლია მიხვდე, რა მიგიყვანა სტაგნაციის ამ წერტილამდე, რა არის ის, რაც აღარ გჭირდება, რა გჭირდება განავითარო ამ იერიდან, როგორ გააგრძელო წინსვლა და ასევე განაგრძო ევოლუცია იმით, რასაც აღწევ, რაც სხვა არაფერია თუ არა შენი ოცნება. ასე რომ ხედავ ბევრ რამეს, რომლებიც იცვლება, მათ შორის იდეალებსაც, რომელსაც შენ იდენტიფიცირებდი როგორც მისაბაძ იდეალებს, არა? კარგი, ისინი იცვლება. თქვენ ასევე იწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ცხოვრება მხოლოდ შეზღუდვებს კი არ გთავაზობთ, არამედ არჩევანსაც გაძლევთ და თქვენ ან თავისუფლებთ გონებას ძველი აზრებისა და იდეებისგან, რადგან იმას, რასაც იშორებთ, მართლაც უკან ტოვებთ და ახალი ცვლილებებისკენ მიემართებით. არა, შესაძლოა ისინი ნაკლებად ხისტი, უფრო ზუსტი და თქვენს ნამდვილ მესთან უფრო შესაბამისი ამ რეალობისთვის. ვფიქრობ, აქ ისიც ითქმება, რომ თქვენ უნდა გათავისუფლდეთ იმისგან, რაც თქვენი ცხოვრების გარკვეულ ასპექტშია მოკლებულია, რადგან ამ რთულმა პერიოდმა, რომელიც ჩამოკიდებულმა გაგატარა, თქვენი ქცევის გაუმჯობესება გამოიწვია, თქვენ იძენთ ახალ და უკეთეს ჩვევებს, აზროვნების სტილს და გარდა ამისა, აყალიბებთ უფრო მყარ, გულწრფელ და ძლიერ ხასიათს. ეს არის ღრმა შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან თქვენი არსებობის განსაახლებლად. ამასთან თქვენი სიბრძნის დონეც იზრდება და ის თავისუფლება, რომელსაც აქ აღწევთ, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე გქონდათ. ეს არის იდეალური მომენტი ნებისმიერი ტიპის შინაგანი მუშაობის დასაწყებად, რაც დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს სიტუაცია, რომელიც გაიარეთ. გარდა ამისა, თქვენ კავშირში ხართ თასების დედოფალთან. ვიღაცასთან, ვინც შეიძლება დაგეხმაროთ თერაპიულ დონეზეც. როდესაც ჩნდება ჩამოკიდებული და თასების დედოფალი, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ გარკვეული საკითხების ან ტკივილის განხილვას. და საოცარია იმის აღიარება, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ასევე საოცარია იმის გაცნობიერება, რომ ყველა იმ სირთულის ქვეშ, რომელიც შეგხვდათ, დამალული იყო განძი. ვარ გადადებთ არაფერს, დათმობთ რაიმე სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რადგან ჩამოკიდებული მაშინ ჩნდება, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ რაღაცის გადადება ან დათმობა უმაღლესი სიკეთის მიღწევის მიზნით და ეს ძალიან უკავშირდება მერწყულს. ამრიგად ის მერწყული, რომელიც ამდენ შეზღუდვას დაემორჩილა, მზად იყო, გარკვეულწილად, დაეხარჯა თავისი დრო, ენერგია და ფული სხვა ადამიანებისთვის. ეს დასრულდა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხდებით ეგოისტი ან ნაკლებად დაინტერესებული სხვებით, არამედ იმას, რომ ახლა ემზადებით გაიღოთ მსხვერპლი თქვენი ოცნებების მისაღწევად და ასევე დაეხმაროთ სხვა ადამიანებს საკუთარი ოცნებების ასრულებაში, ოღონდ სხვანაირად, სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. და ეს მომწონს, რადგან ეს გაფიქრებინებთ იმასაც, რომ ლოდინი ღირდა მოქმედებისთვის, განსხვავებული დაკვირვებისთვის, განსხვავებული შეფასების გაკეთებისთვის, რათა დაინახოთ, რომ საქმეებს ზოგჯერ სჭირდება ბუნებრივი მომწიფება და ზოგჯერ საჭიროა დროს მისცეთ საშუალება იმოქმედოს, რათა გიჩვენოთ სიტუაციის ან ადამიანის სხვადასხვა მხარე და გადამწყვეტად იმოქმედოთ. ამიტომაც გაქვთ იქ კვერთხების ხუთიანი. მოდით შევხედოთ ციფრებს, სახელმძღვანელო ციფრებს. 13 რა ლამაზი რიცხვია, 4 ნუმეროლოგია, სტრუქტურის რიცხვი.
თქვენ ხართ გულმოდგინე მშრომელი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარი შესთავაზოს კრეატიული იდეები და გარდაქმნას ისინი რეალობად. გთხოვთ, აღიქვათ ეს შესაძლებლობა პრაქტიკულ შესაძლებლობად, რათა შეძლოთ ფოკუსირება თქვენს ოცნებებზე. შთამბეჭდავია დარჩით მტკიცე და გზაზე, სანამ აღწევთ თქვენს ოცნებას, თქვენს მიზანს, თქვენს მიღწევას. თქვენ დაცული ხართ ამ მომენტში, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული და ამასთან თქვენ მართავენ ძალები, რომლებიც თან ყვებიან ამ ყველაფერამდე მისასვლელად. ამიტომ გთხოვთ, გქონდეთ რწმენა და დაიჯეროთ, რომ თქვენ აქ ხართ მერწყულო, რათა ეს მოხდეს.